წყალსადადნო რეზერვუართან წყალი ამ სისტემის გავლით მიეწოდება სოფლის მოსახლეობას შიდა ქსელის მეშვეობით. აქ ხდება ძირითადად სასმელი წყლის დეზინფექცია ბაქტერიოციდის მეშვეობით. ესენი არის მართვის კარადები, ელექტრომართვის კარადები, რომლებიც მართავს ბაქტერიოციდებს, ერთი პირველი ბაქტერიოციდი, მეორე და მესამე. ამის გავლის შემდეგ წყალი აბსოლუტურად უნებელი არის მოსახლეობისათვის. ტექნიკურ რეგლამენტს სავსებით აკმაყოფილებს. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით სოფელ ბერბუქში, რომელიც წყალმომარაგება ხდება დახურული სისტემით, არსებული ჭაბურღილიდან მაგისტრალური ქსელის მეშვეობით მოეწოდება რეზერვუარ და შემდეგ ბაქტერიოციდის გავლით სოფლის მოსახლეობას, მრეწველების გავლით და რაც შეეხება ჭაბურღილში დახურული სისტემა, როგორც აღვნიშნე, 70 მეტრის სიღრმეზეა ჩაშვებული ტუმბო და საიდანაც ფილტრის წყალი გაივლის ფილტრ და შემდეგ ტუმბო აგრეგატს და იქ ყოვლად შეუძლებელია რაიმე ცოცხალი სხეულის მოხვედრა, რადგან ამონგდები ძალა იმდენად დიდია, იქ ვერცერთი ცოცხალი სხეული ვერ გაჩერდება. რეზერვუარის შემდეგ წყალი საკლოროტოროს გავლით მიეწოდება მოსახლეობას. საკლოროტორო წარმოადგენს ბაქტერიოციდებია დამონტაჟებული 3 ერთეული, რომელსაც თავისი ფილტრები გააჩნია, წყლის დეზინფექცია ხდება ბაქტერიოციდის მეშვეობით, რომელიც ულტრაიისფერი გამოსხივებით ყველა ცოცხალ ორგანიზმს ხოცავს, თუ ასეთება მოხდა სისტემაში, მაგრამ ესეც არ ხდება და შემდეგ უკვე მიეწოდება შიდა ქსელის მეშვეობით მოსახლეობას. ოღონდ აღრიცხვის კვანძის გავლით. აღრიცხვის კვანძში დამონტაჟებული არის ერთი დამოუკიდებელი ფილტრი და აღრიცხვის კვანძი, რომელსაც კიდევ თავის საკუთარი ფილტრია, რომელსაც ბადე ისეთი სუფთაა, რომ იქ არავითარი სხეულის მოხვედრა არ შეიძლება. რაც შეეხება წყლის ხარისხის კიდევ შემდეგ დამატებით გადამოწმებას, ეს ხდება ორგანიზაციის არსებული საკუთარ ლაბორატორიაში, თვეში ორჯერ მიმდინარეობს წყლის ხარისხის შემოწმება, ასე რომ მე მიმართავ ბერბუქის მოსახლეობას, რომ სასმელი წყალი, რომელსაც აწვდის ჩვენი სამსახური მოსახლეობას, აბსოლუტურად უნებელია და თავამაც შეიძლება მისი მიღება და მოხმარება. რაც შეეხება წყლის ანალიზს, თვეში ორჯერ ვიღებთ ყველა სოფელში სინჯებს, რისის შემოწმებაც ხდება ჩვენს ლაბორატორიაში, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები, რასაც ადასტურებს ჩვენი ყოველთვიური საბუთების შემოწმების. კერძოდ სოფელ ბერბუქში არის შემოწმებული 25 მაისს, ბოლო შემოწმება 25 მაისი არის შემოწმებული.